შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ნინო წმინდაში, რომელსაც ერთი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, სოფელ ტყევლანაში ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი ტყევლანაში დააკავეს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს დანაშაულის მომზადების მიზნით ბრალდებულები ქეთევან ხმალაძის საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ, სადაც ნინო წმინდაში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურად თავდასხმა დაგეგმეს. გეგმა ბრალდებულებმა 13 იანვარს განახორციელეს. ოჯახის დიასახლის კარი მოტყუებით გააღებინეს და ძალადობის მუქარით რძალ დედამთილს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. ბრალდებულებს ოჯახის უფროსმა ქალბატონმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 78 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა მიმალვისას საავტომობილო გზაზე გადაყარეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს სახლში მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ქალბატონი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა მიმალვისას საავტომობილო გზაზე მოძრაობისას გადაყარეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.